ეს არის ბეტონის პომპა, იგივე ტუმბო, რომელსაც უმნიშვნელოვანესი როლი უკავია მშენებლობის პროცესში. მის გამოგონებამდე ბეტონის მიწოდება მაღალ სართულებზე ხდებოდა ხელით, რაც ზედმეტად შრომატევადი და დამღლელი საქმე იყო, რომელიც ართულებდა და ამასთანავე აგრძელებდა მშენებლობის პროცესს. სანამ პომპები ამ ვიზუალს მიიღებდნენ, პირველი ბეტონის პომპა 1927 წელს გერმანელმა ინჟინრებმა მაქს გიზემ და ფრიც ჰულმა შექმნეს და შეძლეს ბეტონის 38 მეტრ სიმაღლეზე და 120 მეტრ მანძილზე გადატუმბვა. დაახლოებით 30 წლის შემდეგ დამონტაჟდა უკვე იგი მანქანებზე, მაგრამ მაგ პერიოდისთვის მექანიკურად ხელით იშლებოდა. სანამ გავაგზავნებთ, ვისაც სჭირდებათ ბეტონის მიწოდება, პომპის და პომპამიქსერის მომსახურება, მოგწერეთ აქ ან დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე. 1970-იანი წლებიდან პომპების გარეშე უკვე აღარ მიმდინარეობდა არც ერთი სამშენებლო სამუშაო, რადგან იგი, როგორც მოგახსენეთ, ეფექტური სპეცტექნიკაა მშენებლებისთვის. პერიოდულად იგი სახეს იცვლიდა და ჯერ კიდევ 70-იანი წლების დასაწყისში გერმანულმა კომპანია შვინგმა დისტანციური მართვის მქონე პომპა შექმნა, მაგრამ ის სადენით იყო დაკავშირებული. 1980-იანი წლების დასაწყისში პუცმეისტერმა უკვე უსადენო მართვის მქონე პომპა შექმნეს, რომელიც კიდევ უფრო ამარტივებდა საქმეს მშენებლებისთვის და პომპის ოპერატორებისთვის. მე მაინტერესებს გამოცდილი ასაკოვანი მშენებლებისგან ჩვენთან საბჭოთა კავშირის დროს როგორ მიმდინარეობდა მშენებლობები და იყო თუ არა პომპები საბჭოთა კავშირის არსენალში.